ნიშნავს თუ არა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას და როგორია მისი კავშირი ცხოვრების დონესთან. Ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ძვირია წამლები, ყოველდღე იზრდება ფასი პროდუქტებზე. Რა ეკონომიკურ ზრდაზე მელაპარაკებით, გვეუბნებიან ადგილობრივები, რომლებიც სპექტრმა ქუჩაში შემთხვევითი შეხვედრის პრინციპით გამოკითხა. ისია შვილო გაძვირებული ყველაფერი არ ვიცი, რა უნდა გქონდეს ახლა კაც იმხელა თანხარო შეიძინოს, ხორცი 25 ლარს რომ იცოდა, 1 კილო არაფერი არ არის მრავალსულიან ოჯახთან. უბრალოდ ელემენტარული ახლა რო შეჭამოს ხილი ადამიანმა თვეში ერთხელ მაინც. როგორ შეიძლება ამ ხელაფას? როგორ არ ეთყობა შვილი? ახლა მაშინ გიჟი უნდა ვიყო ხა რო ავთქვა რო. ყველაფერს ეთყობა, მაგრამ იმედი მაქვს რომ იქნებ დავწყნარდეთ, გამოვკეთდეთ, დალაგდეთ ყველაფერი რა. ეკონომიკური ზრდა დელა ეტოპობრივად. ყველაფერი გახორციელდება, გზადაგზა ყველაფერი დალაგდება. ეგ არის რომ უბრალოდ ყველამ რო თავის საქმე აკეთოს, ეკონომიკაც გაძლიერდება და ყველაფერი, მაგრამ როგორც ასეთი ჩემთვის პირადად თლათ ახლა რო ვთქვათ რომ საზღვებ დავფრიდავთ არა, მაგრამ ნორმალურად მყოფდის ყველაფერი, რაც საჭიროა და ღმერთის წყალობით დასაქმებულისა ვარ. მე ვარ პენსიაზე. არაფერია შეტყობილი. ჩემთვის პირადად არ შესული. არაფერი. პენსიას გავულობდი იგივე ცხოვრობდი. 160 ლარი მაშინ მინდა წამლებში. არაფერი. უპირატესობისგან არაფერი. Საქსტატის მონაცემები ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში არარეალურია ოპოზიციისთვის. მე მგონი ქართული საზოგადოება ყველაზე კარგად ხედავს როგორი ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაში და როგორ პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ იმ სტატისტიკას არ აქვეყნებენ, რაც არის ზუსტად უმუშევრობა რეალურად, რაც არის გაჭირვება რეალურად, რაც არის ყველაზე მთავარი დემოგრაფიული პრობლემა ქვეყანაში და მოსახლეობის გადინება დიდი რაოდენობით და რა თქმა უნდა შემოდინება იმ ხალხის, ვინც საქართველოსთვის ყოველთვის არაკეთილმოსურნეები იყვნენ, სამწუხარო რეალობა ის არის, ამის სტატისტიკა რეალური არ ხდება, რადგან ვიცი ძალიან ბევრი წყაროებიდან რომ დაახლოებით 1.5 მილიონამდეა დარჩენილი საქართველოში ქართული ხალხი მოსახლეობა, ქართველი მოსახლეობა და ეს სამწუხარო რეალობაზე არ საუბრობენ და ცდილობენ რომ რაღაცებით გადაფარონ, რაღაც ციფრებით გადაფარონ, რაც შეეხება უმუშევრობას და ხელფასების ზრდას. ოდესაც ვიღაცას 300-400 ლარი აქვს ხელფასი და ვიღაცას 15, 20 და 50000 ლარი საშუალო სტატისტიკური და საშუალო არითმეტიკული გამოყავთ, ეს ხო ციფრებით манипуლირება არის. ხალხმა ყველაზე კარგად იცის რომ არა ემიგრაციაში მყოფი და ზუსტად ამერიკაში და ევროპაში მყოფი საქართველოს მოსახლეობა არანაირი ეკონომიკა არ არსებობს და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი წილი ეკონომიკური წინსვლისა და ქართველი ხალხის დაპურებისა სწორედ იქიდან მოდის და ფაქტია ვალუტის კურსიდან გამომდინარე რაც რაღაც დიდი მნიშვნელობა აქვს გადმორიცხვებს საქართველოსთვის. ეს არის აბსურდი, ამის მე პირადად არ ჯერამე ხალხთან მოსახლეობასთან ურთიერთობაში ხედავ რომ უკიდურესი გაჭირვებაა, ეს არის ციფრებით манипуლირება მხოლოდ და არარეალური სტატისტიკა რაც ქვეყანაში ხდება. მართლ გუნდში კი თვლიან რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, რაც ბუნებრივია ყველა ოჯახის კეთილდღეობას შეეხება. ქვეყანა აგრძელებს ასე ვთქვათ განვითარებას, წინსვლას, რაც ეს წინსვლა ისახება იმაში რომ არის ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით წინათვის აპრილისთვის მონაცემებით არის 9.5%. ეს არის განპირობებული კიდე რომ რეგიონში არის მშვიდობა და ამ მშვიდობის ასე ვთქვათ მშვიდობისთვის ქართული ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს რათა შენარჩუნებული იყოს იქიდან გამომდინარე რომ ასე ვთქვათ მსოფლიოში და გეოპოლიტიკაში მოიხსენებათ როგორი ასე ვთქვათ მეტად კატაკლიზმები არის დამსახურება იმის რომ ასე ვთქვათ ის სწორი პოლიტიკა რაც ტარდება ქვეყანაში ეს იქნება ეკონომიკური სამთავრობო ტრასის შემდგომ ნამდვილად არის ასე ვთქვათ ის ციფრებში გამოხატული რომელიც ასე ვთქვათ საქსტატი ჩვენ ასე ვთქვათ ღიათა ასაჯიროებს ყოველთვის ასე ვთქვათ ყოველ კვარტალ მონაცემს და ეს ვფიქრობ რომ საზოგადოებაზე დადებითად აისახება და ეს ეკონომიკური სარგო და ის ასე ვთქვათ შედეგი რაც გვაქვს ვფიქრობ რომ ის სხვადასხვა მიმართულებით და მიმართულებებით რომელიც ჩვენ ყოველწლიურ ბიუჯეტს ასე ვთქვათ ვეგმავთ რაიონში ჩვენი ასე ვთქვათ ხალხისთვის ჯეროვნად და პისიერად და საფუძვლიანად სწორი მიმართულებით ასე ვთქვათ აისახება და შემდეგ ასე ვთქვათ მივა თითოეული ადამიანის და თითოეული ოჯახამდე. შეგახსენებთ საქსტატის მონაცემებით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ბოლო მაჩვენებელი 9%-ს აჭარბებს.
ფერომედი რაც დავტოვე არის სულ რაღაც 2-3 თვე. მუშაობდი ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მედის თანამდებობაზე. ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია. ავადმყოფებთან ფუსფუსი, დაახლოება, სიყვარული და სითბო. არ არსებობდა განსაზღვრული საათი ჩემთვის. კვირა იყო, შაბათი იყო, როგორც მოითხოვდა პაციენტის პროცედურების ჩატარება. აი იყო მედიკამენტები ზოგჯერ ისეთი, რომ მისი საათობით კეთდებოდა და გაცდენ არ შეიძლებოდა. ამიტომ შაბათი და კვირა მქონდა სულ დაკავებული. მქონდა ყველანაირი სახის აპარატურა, შევიძინეთ ბოლოს ბატონმა კოტე ძალიან გვერდში გვიდგა, შევიძინეთ ახალი აპარატურა, რომელზედაც იყო 5 აპარატი. კაბინეტში მიჯდა არ შეიძლება ვარ გამომახვილო პროფესორი ადამიანი ეს იყო ბატონი ვაჟა ბაზღაძე. თუ რაიმე ჩემთვის იყო გაუგებარი, ან ეჭვი მეპარებოდა რამეში დიაგნოზი, რამე ზოგჯერ იყო შემთხვევა რომ პაციენტი მომართვის გარეშე მოდიოდა. და ეს ჩვენ რო გავიარე კვალიფიკაცია თბილისში, გვითხრა იქ ვით ჩაივარა ჩვენი გამოცდა, რომ ეს თქვენ უნდა იცოდეთ. არის შემთხვევა რომ პაციენტი მოდის უმომართოდ. რაც საჭიროა გაუკეთე. ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა, მაგრამ დავკითხე ვარ ბატონ ვაჟას, ისე არასოდეს არ გამიკეთებია მაინც პროცედურა. ასე რომ მიყვარდა ძალიან ჩემი ეს ფიზიოთერაპიული კაბინეტი. აპარატის გაკეთება იყო, შეკეთება იყო. თუ რაიმე საჭიროებას მოითხოვდა, მე მთავარი ექიმთან ამაზე არ შევდიოდი, მე თვითონ ვაგვარებდი ჩემს საქმეს. რომ წამევედი, აი ყველაზე მძიმე იყო ის დღე ჩემთვის. ვინც უნდა მოვიდეს ის გოგონა. აი ის დრო იყო, ის დღე იყო, რომ ვაბარებდი, ახლა რომ უხსნიდი, თუ რაიმე იყოს გაუგებარი, დამირეკავ და მოვალ ყოველთვის. შემოვიდა ბატონი კოტე, ჩვენი მთავარი ექიმი. ჯერ არ საწახვალ ლალი მითხრა, მე ამ სიტყვას ვერ დავიწყებ და თუ წახვალ ჩვენთან იქნები სულ. და ძალიან მძიმე იყო, არ დამშვიდობები ვარ, არავის ისე წამოვე. ჩემი კაბინეტის ეგის მეორე ოჯახი იყო ჩემთვის სამსახური. და ძალიან მე უკვე შევეჩვენენ და ძალიან გული წდება, მაგრამ მაინც მირეკავ ჩემი პაციენტები, მიკითხავენ თუ ვინმე ალბათ ისმეს ახლა ჩემს სიტყვებს, ალბათ არ არსებობს, ვერ ვიტყვი რომ 1% ჩემზე უკმაყოფილი ყოფილიყოს. მინდა რომ იქ ვინმე გააგრძელოს მუშაობა და იყოს გაგრძელდეს მუშაობა, შეუცვლელი არავინ არ არის, ყველა ვიცვლებით. ახალგაზრდობა მოდის ახალი ენერგიით და მეც კიდე 74 წლის ვარ. 55 წელი შემისრულდება რაც ვიმუშავე 1 აგვისტოს სანამ მათ დავიწყეთ მუშაობას მუშაობდი საციხო უბანში მედიტატ კაბინეტში 19 წელი ქართლის მუშამოსახურები ვემსახურებოდით ძირითადი იყო პერიოდული სამედიცინო გადამოწმება ყველა დამერწმუნება 1500 კაცამდე მყავდა უბანში იტყოდა ხოლმე ზოგჯერ რომელიც საციხო უბნის ექიმიო იმიტომ რომ ჩვენ ხელში გადადიოდა ყველაფერი ეს რაც კეთდებოდა ვადგენდით გეგმებს კალენდარულს ფეროს მუშამოსამსახურებების თანამდებობის მიხედვით რა ჭირდებოდათ რა გამოკვლევები ჭირდებოდათ რა სპეციალისტებს უნდა დავადებები გამოჩნდებოდა საეჭვო თუ ქრონიკული ამას ყველაფერს სიას ვადგენდით და თავთავის სპეციალისტებს ვიწრო სპეციალისტებს გადავცემდით პრობდავადება ჩამოდიოდა და ძალიან რთული სამუშაო იყო მაგრამ რომ მინდოდა რომ კიდე უფრო ახლოს ყოფილიყავი პაციენტებთან, იმიტომ გადავედი მე ფიზიოთერაპიულ კაბინეტში და გავაღე დაკეტილი კაბინეტი, რო იტყვიან ასე. დაკეტილი, წასული იყო ის ქალბატონი პენსიაში და პრაქტიკაც ვიცოდი თეორიას და დავიწყე მუშაობა. რაზეც კმაყოფილი ვარ დღემდე. თერაპია არ არსებობს სხვა მკურნალობა ფიზიოთერაპიის გარეშე, ასეა ნათქვამი. ნუ ეხლა ჩვენებები ეს რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით და უკვე ჩვენებები რა არის ამ პროცედურების ეგ რა თქმა უნდა ექიმი ნიშნავს პროცედურებს, ართროზები, ხერხემლის თიაქარი ახლა ძალიან გავრცელებული დაავადება არის. ტრამის შემდეგი პერიოდი ხონოფორეს ვაკეთებით. ეროთოფორეს და რა ვიცი. მქონდა აპარატურა და ეხლაც კიდევ უნდა შეგვეძინა და შეიძეს ბატონი კოტე იმედია. ჩვენ ახლა ძველები ძალიან ცოტა შემოვჩით, 1, 5, 6 კაცი თუ იქნება. თორე ახალგაზრდობა მოდის და რა ვიცი გვიხარია გვიყვარს ყველას ეს ახალგაზრდები და უნდა იმუშაონ კარგად და დაიმსახურონ როგორი თანამშრომელიც მე ვიყავი და ერთგული პაციენტისთვის თანამშრომლისთვის ერთგული დაწესებულებისთვის ისე ყოფილიყვნენ ისინი ძირითადი მიზეზი ჩემი წამოსვლის იყო მეუღლე ქრონიკული დაავადებით არის რომელიც ქარხანაში მუშაობდა წლების განმავლობაში ბოლოს იყო დირექტორის მომადგილე პატაცინადის დროს
ძირითადი მიზეზი თუ რა კიდევ შემეძლო ვიმუშავა ბატონი კოტე მომნოდა 1-5 წელი იყავი 1-5 წელი იყავი მაინც წამოვედი რა ვქნა ხო იცი ოჯახი ასია ასაკი მემატებოდა მაგრამ კიდევ უფრო მეტად მინდოდა პროცედურის არ იყოს პირველ პროცედურას რო გავაკეთებდი მეორე უფრო უკეთესი მინდოდა რომ ეკეთებია მესამე და აი ეს ფონდა ჩანერგილი გულში რომ ჩამწუდარიყავი პაციენტის ჩამთელ ორგანოში რა ასე მე პაციენტები ძალიან მენატრებიან მაგრამ დღეს ეხლა თუ მიყურებენ ალბათ არ რიტონის სიტყვები არ არის ყველა იტყვის რომ ეს კარგი ხალბატონია და მადლობელია ჩემთვის ჩემზე ყველა და მეც ჩემი კოლექტივის ყველა მიყვარს ყველას უყვარდი ვერ ვიტყვი რომ ვინმე მაწყენი ან მე ვაწყენია ვერ ვიტყვი არ მახსოვს ყველას უსურვებ წარმატებას ბედნიერ საქართველოში და მშვიდობიანში ცხოვრებას და კარგ მომავალს ძირითადი ჩემი სამუშაო არის ეს იყო ჩემი წინამორბედი ჩემი დედამთილი ისეთი მე არ ვარ აი სუდანის წვერით იღებ და სხვა ბალანს მაგრამ არანაკლები მეც გავამწვარი და გავამჯობესე ძალიან მიყვარს ჩემი ეზო დილის 2 საათს მაინც მე ვატარებ ეზოში თქვა რა გადახედოთ ახლა არ ვაქებ მაგაზე უკეთესებიც არის მაგრამ რაც შეეხება ჩემ სამსახურთან და ამ ჩემ პაციენტთან სახლში რომ ყავს მაინც არ ამიშავს ვარ კმაყოფილი ყველას მოწონს რა ნუ თავიდან ახლა ვიყიდე ყვავილები არ მიყვარს ისა რომელიც მომეწონებოდა და მე ვამრავლებდი თვითონ და რამდენიც კიდე იმდეს ვაძლევ ვისაც მოწონთ და ვამრავლებდი რომ ყველას კონდეს ყველას უყვარდეს ვინც არის ის და შემოდის უყვირს ყველას რომ ძალიან მოწონთ ვიმყოფებით ქუთაისის 22-მე საჯარო სკოლიდან წლის დასაწყისში დავგეგმეთ აქტივობა რომ მოსწავლეებს ენახათ ზესტაფრონის სფეროშინათა ქარხანა მოვედით ქარხანაში, დავათვალიერეთ ლაბორატორია, ნახეთ დნობის პროცესი, რამაც ჩვენში დიდი ახთუანება გამოიწვია. მე და ჩემი კლასელები ძალიან გახარებულები ვართ, ძალიან მოგვეწონა. ასევე მივიღეთ ძალიან საინტერესო და ბევრი ინფორმაცია. შემდეგი წლიდან დავიწყებთ ახალ საგანს ქიმიას, ასე რომ ძალიან გავიმარტივდება, როცა შევეხებით ამ თემას. ჩვენი თვალით რო გვექნება ნანახი დნობის პროცესი.